მოგესალმებით საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. სუსტი საგარეო მოთხოვნისა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებას ელის. განახლებული პროგნოზით რეგიონში 2025-26 წლებში ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება, მათ შორის მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში ეკონომიკა წელს 5.5%-ით, მომდევნო წელს კი 5%-ით გაიზრდება. მთლიანობაში სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025-26 წლებში საშუალოდ 3.5% იქნება. ამასთან მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, გაზრდილი სავაჭრო ბარიერები და ევროზონის მიწოდების ჯაჭვების არაპირდაპირი ზემოქმედება შეასუსტებს ეკონომიკური ზრდის აღდგენას რეგიონის ნებისმიერ წერტილში. სპეციალურ ანალიზში, რომელიც გამოწვევებით ახსავსე გლობალურ გარემოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკითხს ეძღვნება, ანგარიში ხაზს უსვამს დინამიური კერძო სექტორის მნიშვნელობას, ასევე მათი შეფასებით ქვეყნებმა უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ ინოვაციებში, განახორციელონ რეფორმები ახლად შექმნილი კომპანიების მხარდასაჭერად, გააღრმავონ ფინანსური ბაზრები და გაზარდონ ინვესტიციები ტექნოლოგიებისა და ცოდნის განვითარების მიმართულებით. ბიზნესში ინოვაცია და ექსპერიმენტირება აუცილებელია პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ისინი მნიშვნელოვანი წინაპირობებია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. რეგიონის საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსის მოპოვება ფირმების ზრდის, ინოვაციების და კონკურენციის შემთხვევაში შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის განსაახლებლად საკუთარი მიდგომა სჭირდება, ინოვაციის სტიმულირება და ბიზნესის დინამიზმის ხელშეწყობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აბსურდია, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიებს წინასწარ სთხოვს გადასახადების გადახდას. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის შესრულებაზე და საგადასახადო შემოსავლების გარკვეულ მუხლებში ზრდასა და ჩამორჩენაზე განმარტებას აკეთებს. პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტმა 5.4 მილიარდი ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. ჯამურად შესრულების მიუხედავად გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა დაფიქსირდა რიგი მიმართულებით. კერძოდ, მათ შორის მცირედით ჩამორჩენა DGG-ს შესრულებაში, აქციზის მოგებისა და იმპორტის გადასახადის გეგმა კი ვერ შესრულდა. ამის საპირისპიროდ საკმაოდ დიდი 161%-იანი გადაჭარბებით შესრულდა ეგრეთ წოდებული სხვა გადასახადების კატეგორია. ამ მიმართულებით ზრდა კი წინასწარი გადახდილი გადასახადების ზრდას დაუკავშირა ანალიტიკას ეთერში კრესტონ ჯორჯიას მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა. გიორგი კაკაურძე კი განმარტავს, რომ თავდაპირველად სხვა გადასახადების კატეგორიაში ხვდება საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა, რაც მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში. აქციზის გადასახადის გეგმასთან ჩამორჩენის მიზეზად კი თამბაქოსთან დაკავშირებული რეგულაციების ახალდება, რაც გიორგი კაკაურიძის თქმით მომდევნო პერიოდში აღმოიფხვრება. მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, იყო DGG-ზე თავიდან, რომ DGG ვერ სრულდებოდა, თუმცა ნახეთ, რომ საბოლოო ჯამში DGG შესრულდა, ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას, ეს არის ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპანიები საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად ის. რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში, რასაც დანაკლისი გვაქვს, ერთ-ერთი არის რეალურად აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, შესაბამისად ვერ მოხდა იმ რაოდენობის შემოტანა იმპორტზე თამბაქოსი, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში. ამასთან ერთად მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად ეს დანაკლისი აქციაში რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრული. ოცნების ხელისუფლების პირველი ოფიციალური კონტაქტი ტრამპის ადმინისტრაციასთან შეერთებულ შტატებში ჩასული ლევან დავითაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა, სადაც მისი ინფორმაციით ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილეს. დავითაშვილი ამბობს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხwebdra გააჩნია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე შედგა შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო
დეპარტამენტში იყო საუბრები სანქციების აღსრულების კუთხით თანამშრომლობაზე, ასევე ვაჭრობის წახალისებაზე. მათ შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმებაზე. მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება. საუბრობთ იმაზე, რომ ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია თანხwebdriver, სრული თანხwebdriver ძირითადი საკითხების მიმართ და ჩვენ ხედებში და იდეოლოგიაში თანხwebdriver დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ. ამაზე საუბარი იყო სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ვაჭრობის სამინისტროში. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომლებიც ვფიქრობ, რომ საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას და საქართველოს არ არის მხოლოდ მცირე სამხმარებლო ბაზარი პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველოს და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდეს უფრო ფართო მასშტაბით. საქართველოს არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ხაბი და ამერიკული პროდუქცია რეექსპორტის სახით ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი, ასევე რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო. ჩვენ კომერციის დეპარტამენტში, ვაჭრობის სამინისტროში ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს, რომელშიც აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენ შევთავაზებთ პარტნიორებს. მკვეთრი დისბალანსი ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურაში, შეზღუდული საპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები და მულტიმოდალური გადაზიდვების სირთულე, ასევე ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო. ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რაც შუა დერეფანს და მასთან ერთად საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს ასუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდას ვხედავთ, გადამზიდავი კომპანიები ღიად საუბრობენ, რომ ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად გამოწვევები, რაც ინფრასტრუქტურის ნაწილშია, უფრო კრიტიკული ხდება. ის, რომ ზრდის ტემპის შენარჩუნება ქართულ პორტებში გამტარუნარიანობის პრობლემას შექმნის, ხედავს ყველა, თუმცა საპორტო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ინვესტიციების მიმართვა მაინც არასაკმარისია. ამასთან ჩნდება ახალი დერეფნების აწყობის კონტურებიც, რამაც შესაძლოა არც ისე მასშტაბური ტვირთების გადამისამართებაც გამოიწვიოს. რა ბარიერებია დღეს შუა დერეფანში და რა კეთდება ამ დერეფნის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად? თბილისის მშრალი პორტის სამოთელყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აქტაუს საზღვაო სავაჭრო პორტის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი ჯემალ ინაიშვილი შემოგვიერთდება 15 საათსა და 30 წუთზე. მოკლევადიან ჭრილში საწვავის ფასები უნდა შემცირდეს. კონკურენციის სააგენტოს ავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით ბენზინსა და დიზელზე იანვარში ფასები ზრდა მოხდა, ხოლო მარტში ფასები შემცირდა. სააგენტოს თანახმად იანვარში საცალო ფასის ზრდა ძირითად შემთხვევებში განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ კომპანიების დონეზე საცალო ფასის ზრდამ საშუალოდ 5-10 რითი თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში 3-დან 10 თეთრამდე გაიზარდა. იანვრის თვეში თვითღირებულების ზრდის ფაქტორი ყველა კომპანიის შემთხვევაში რელევანტური არ არის, შესაბამისად ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ მეტწილად განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველი ბაზრის ისტორიულად დამახასიათებელია, აღნიშნულია ანგარიში. რა ტენდენციებია საწვავის ბაზარზე და რა ფაქტორების გავლენით ელის კონკურენციის სააგენტო ფასების კლებას? ანუკა ჯოხაძე ჩაგვაყენებს შეფასებებით საქმის კურსში. დაურეგისტრირებელი გიდებისთვის სანქციების ამოქმედება 1 წლით გადავადდება, ასევე იგეგმება უცხოელი გიდების სავალდებულო რეგისტრაციის გადავადებაც. შესაბამისი ცვლილებები ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში შედის, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დამტკიცებული ტურიზმის კანონის თანახმად 2025 წლის 1 ივლისიდან ტურისტული გიდი ვალდებული იყო რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკური საქმიანობათა რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ხოლო ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ასევე ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სწორედ აღნიშნული პუნქტების გადავადება დაგეგმილი. რატომ ხდება სერტიფიცირების ვალდებულების გადავადება? მეტ დეტალს ნუცა შუბაშვილი გაგვაცნობს. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში 1 საათში ბრუნდებით დროებით.